იან სტენი დაიბადა 1626 წელს ლეიდენში. მისი მამა მარცვლეულით მოვაჭრე იყო, დედა მზარეული. ვინაიდან იანი უფროსი შვილი გახლდათ, ტრადიციისამებრ მას მამის, ანუ ბაბუის სახელი იანი დაარქვეს. სკოლის დასრულების შემდეგ 1646 წელს მხატვარმა სწავლა ლეიდენის უნივერსიტეტში განაგრძო. ცნობილია ის ფაქტიც, რომ იანს სწავლა არ დაუსრულებია. არნოლდ ჰოუბრაკენის მოსაზრებით, იან სტენი იან ვან გოიენის მოწაფე გახლდათ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 1659 წლის 3 ოქტომბერს მხატვარი იან ვან გოიენის ქალიშვილზე დაქორწინდა. 1658 წელს სტენი წმინდა ლუკას გილდიის წევრი გახდა. 1659 წელს ის ჰააგაში გადადის საცხოვრებლად, ხოლო 1654 წლიდან მხატვარი დელფტში დამკვიდრდა. იმავე წლის 1 ნოემბერს მან ლუდსახარში იქირავა. წლების განმავლობაში მხატვარმა არაერთხელ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. 1656 წლიდან 1660 წლამდე ის ვარმონტში ცხოვრობს. 1660 წლიდან 70 წლამდე კი ჰარლემში. 1669 წელს სტენის მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაგრამ ამავე წელს მხატვარმა ორი საყვარელი ადამიანი დაკარგა. გაზაფხულზე მისი მეუღლე გარდაიცვალა, მოგვიანებით კი მხატვრის დედა. 1670 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ კი სტენი იძულებული გახდა ლეიდენში დაბრუნებულიყო და მშობლებისგან მემკვიდრეობით დატოვებული სახლ-კარისთვის მიეხედა. 1671 წელს ის წმინდა ლუკას გილდიის პრინცეპსი გახდა. 1672 წელს იანმა გახსნა ტავერნა დე ვერდე. 1673 წლის 22 აპრილს ის კვლავ დაქორწინდა. მალევე 1674 წელს მას და მის მეუღლეს მარიას ვაჟი შეეძინა. მარიას კიდევ ჰყავდა შვილები პირველი ქორწინებიდან. ამრიგად სტენის ოჯახი მეორე ქორწინების შემდგომ კიდევ უფრო გაიზარდა. თუმცა მათ ოჯახში მომხდარი არაერთი სასიხარულო მოვლენის მიუხედავად, ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო სტენი ვეღარ ყიდდა ნახატებს და თუ მაინც გაყიდდა რომელიმეს შემოსული, მცირედი თანხით ძალიან უჭირდა დიდი ოჯახის რჩენა. ჰოუბრაკენი ერთგან აღნიშნავს კიდეც, რომ დადარდიანებული მხატვარი სასმელს მიეძალა. იან სტენი 1679 წელს ლეიდენში გარდაიცვალა. ცნობილია, რომ სტენმა 800-მდე ნამუშევარი შექმნა, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ მათმა მცირე ნაწილმა 350 ნამუშევარმა მოაღწია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხატვარი თავის ნამუშევრებში ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ სცენებს იუმორით გადმოსცემდა. დღესდღეობით ნამუშევრების დიდი ნაწილი ამსტერდამში, ნიდერლანდების ხელოვნებისა და ისტორიის ეროვნულ მუზეუმში ინახება.